აბა მოვედი მაკიაჟის გურუ. დღეს ყველას ვასწავლე, როგორ უნდა გაიკეთონ ხარისხიანი მაკიაჟი. ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია მხოლოდ ბრენდული კოსმეტიკის საშუალებით. ყველას ვეუბნები, მაგრამ არავის რატომღაც არ ესმის, რომ ტუში უნდა იყოს კლარინსის, კონსილერი შანელის, ჩრდილებით შანელის უნდა იყოს. სხვანაირად არ გამოვა. ტუჩსაცხი art deco-ზე ნაკლები არ უნდა იყოს, რომელიც გერმანიაში ვიყიდე სხვათა შორის. მაგრამ ჩემი არავის არ ესმის, ყველა პატენტებით იხატება. ესე თორე სხვათა შორის იტალიაში ვიყიდე. ძალიან მომწონს, ძალიან რაღაცნაირი ბრენდულია. მოკლედ ხა გავიქეცი აეროპორტში, თორემ დამაგვიანდება და მე ვერ გასწავლით ამ უცხოური კოსმეტიკის თქვენ თავზე სწორად გამოყენებას. გეგმის მიხედვით ახლა მაკიაჟის დრო მაქვს. კარგი, მოდი დავიწყებ ახლა. რა საჭიროა, არ ვიცი, მაგრამ სამსახურში პრეზენტაბილურად უნდა გამოვიყურებოდი და ამიტომ უნდა ჩავიხატო. არანაირი ჰაილაითერი, არანაირი ბრჭყიალები. ეს ფერადი ჩრდილები საერთოდ ვინ მოიგონა, რა საინტერესოა, ვინ მეისვამს. რაც შეიძლება მეტი ბუნებრიობა და კოსმეტიკის მინიმუმი. თმას რა თქმა უნდა ავიწევ და მოწესრიგებისთვის განკუთვნილი დრო პრინციპში ამოიწურა. სამსახურში უნდა გამოვცხადდე 1 საათით ადრე. დრო ფულია. არის კოსმოსი. კითხვა, რომელიც ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგვჩენია. ამ საკითხთან დაკავშირებით გამოცემა The Conversation-ის დარემის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ემილი თომასი საინტერესო წერილს აქვეყნებს. დაიწყო იმ დროს წამყვან ფილოსოფოსებსა და ფიზიკოსებს შორის. თომასი სწორედ ამ დებატების მნიშვნელოვან მომენტებს მიმოიხილავს. მთები, ვეშაპები, შორეული ვარსკვლავები. ეს ყველაფერი კოსმოსში არსებობს. აი, ესეთი მაკიაჟი ნამდვილად არავის არ ექნება დღეს. წავედი, ახლა ჩემი მეგობრები მელოდებიან, უნდა გავერთო. განტვირთვის დროა. დღეს მაქვს რელაქსის დღე. არა მარტო დღეს. გავიკეთოთ მაკიაჟი, რა გვენაღვლება. რაიმე ღვთაებრივი და ზებუნებრივი. ჩემი მთელი კოსმეტიკა თითქმის აღარ დამრჩა. ყველაფერი გავაჩუქე. იმათ მივეცი, ვისაც ჩემზე უფრო მეტად სჭირდებოდა. მაგრამ რაც მაქვს, იმითაც მოვახერხებ და შევქმნი ხელოვნების ნიმუშს. ესეც ასე. ბევრი კოსმეტიკა არ მჭირდება იმისთვის, რომ შედევრალური მაკიაჟი გავიკეთო. რას, მაგრამ ფანტაზიას ნამდვილად არ ვუჩივი.